ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სამართალდამცველების დაცვაზე. მკვლელობაზე შემოიღო სიკვდილით დასჯაც. საქართველოში კი კონკრეტული ჯგუფები, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები პოლიციელზე თავდასხმას ახალისებენ და ამართლებენ. ხელი უკვე მოვაწერე აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მოიცავს ნებისმიერის სავალდებულო სიკვდილით დასჯას, ვინც პოლიციის ოფიცერს მოკლავს და დღეს კონგრესს თხოვეს პოლიტიკა კანონად აქციოს. ჟურნალისტები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ შეაჩერონ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის ნაკადი. პრესის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში და მთელ მსოფლიოში გერმანიის მთავრობის პრიორიტეტია. დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელზე ახორციელებენ თავდასხმებს, ეს არის განსხვავებული, როდესაც ქვეყანაში პოლიცია ქცეული არის რეპრესიის ინსტრუმენტად, სტანდარტი ქცევის მასთან მიმართებაში არის. მაშინ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ითხოვს სიკვდილით დასჯას პოლიციელის მკვლელობაზე, რიგი ევროპელი და დასავლელი პოლიტიკოსები და ასევე ჩვენი მოღალატე ოპოზიცია ახალისებდნენ პოლიციელის მიმართ მოლოტოვის კოქტეილის სროლას. სალომე ზურაბიშვილი იწყალებს პოლიციელის ცოცხლად დამწველს. მშვიდობიანს უწოდებენ აქციებს, სადაც 100 მეტი პოლიციელი დაშავდა. დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი ფორმით და უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. პოლიციელზე თავდასხმა ეს არის სახელმწიფოზე თავდასხმა. შესაბამისად, ჩვენ მოწმენი გავხდით იმის, რომ აგრესიული დაჯგუფებები, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად თავს ესხმებოდნენ პოლიციელებს, რომლებიც იცავდნენ წესრიგს და უსაფრთხოებას. ამას, რა თქმა უნდა, საქართველოშიც და ყველა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში მოყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ინსტიტუტები, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი. ეს მოგესალმებით ახალი არ არის, სიკვდილით დასჯა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრაქტიკა არ არის, დღემდე გავრცელებული პრაქტიკაა შტატების უმრავლესობაში და ეს კარგად უსვავს ხაზს სამართალდამცავი უწყებების მნიშვნელობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში. არა უბრალოდ მათ ეფექტიანობას, არამედ საზოგადოებაში მათ სანდოობას და პატივისცემას. და ჩვენ რასაც ვაკვირდებით დღეს საქართველოში, სწორედ ეს ამ ფუნდამენტს, ამ საყრდენს ცდილობენ ეს ძალები, რომ გამოაცალონ საყრდენი, რომ პატივისცემა დაუკარგონ სამართალდამცავ უწყებებს, ამ პროცესების მიმართ, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება იქნება შეუწყნარებელი.